ოპოზიციის და დასავლეთის კრიტიკას და ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ამ სტუდიაში მოვისმინეთ. მამუკა მდინარეძე უმრავლესობის ლიდერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანია, ჩემი სტუმარი, საგამომშვიდობის. მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა, ჩვენ დღეს დავიწყეთ სეზონი და დავიწყეთ საუბრები უფრო წინა საარჩევნო პერიოდზე, ასე ვთქვათ, და ბევრი კითხვა მექნება თქვენთან, თუმცა დავიწყებ ბოლომდე, რომ თინა ბოկუჩავამაც გააჟღერა რაღაც ბრალდებები, ამაზეც მინდა კითხოთ, მაგრამ მოდი დავიწყოთ ოცეულის წარდგენით. ხო, ეს გუშინდელი ამბავი იყო, პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მოდით ჯერ ამაზე მითხარით, იმიტომ რომ მოყვა ორი მხრივ ესეთი კრიტიკა ამ ამბავს. უკვე თქვენი ოცეულის წარდგენს ერთი რომ ივანიშვილი, როდესაც პირველი ნომერია, ესე უჭირს ქართულ ოცნებას თქვენმა ოპონენტებმა, რომ აი პირველ ნომრად მოუწიათ საპატიო თავმჯდომარის ჩაწერა და მეორე სპორტსმენები პოლიტიკაში. ნახავდით გამოხმაურებებს და ასე შემდეგ. მე ხა აქ მოვყვე. მოდით მითხარით პირველ რიგში, რატომ პირველი ბიძინა ივანიშვილი და მერე ვისაუბროთ რატომ სპორტსმენები. სანამ ამას გეტყვით ერთი კითხვა. ერთი ის მაქვს ერთი რამ მაინტერესებს. კი ბატონო. ახალი სახეები არის თქვენთან, ხო? ჩვენთან ახალი სახეები შეიძლება დაასახელოთ, ხო? ჩვენი ახალი სახეები იცით. მათ შორის დელეგატებში 50 ადამიანში 20-ში ძალიან ბევრი არიან, ხო? ნაცების და მისი სატელიტ პარტიების ერთი ახალი სახეები გახსენდება. ნუ აი მაგალითად ნაციონალურმა ლაშა ბაქრაძე და გია ჯაფარიძე მიიღეს ახალ სახეებად. პარტიაში ახალი სახეები, ნუ ეს უგულისხმობ. არა, ნუ მე აუცილებლად დამწყებდნენ პარტიები, რომ მე არ ვარ ობიექტური, ამიტომ ვცდილობ ყველა ინფორმაცია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მათ ყავთ ახალი სახეები, განახლება. ასე წარდგენილი, მე რა მიმაჩნია, რომელ პარტიაზე არ ვსაუბრობ. ხო, კაი. კი ბატონო. მოდი თქვენ ახალ სახეებზე ვისაუბროთ და ოცეულზე გისმენთ. მოდი დავიწყოთ იმით, რატომ პირველი ბიძინა ივანიშვილი. მოკლედ ამაზე დღეს არის დამისვე შეკითხვა და ბევრი მიზეზია. პირველი ასეთი მნიშვნელობის არჩევნები 2012 წლის მერე არ ყოფილა. მეორე ის რომ 2012-ში მოქალაქეობა არ ქონდა. არ მიცეს ჩამოართვეს, ყველანაირი უფლება ჩამოართვეს მაშინ. შემდეგი იყო 2016, შემდეგ იყო 2020-ში 2016-ში არ იყო. 2020-ში გადიოდა, გასვლას აპირებდა პოლიტიკიდან. ანუ ყველა ჯერზე ობიექტური მიზეზი იყო, რის გამოც ვერ ან არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასე ყველა ჯერზე რომ ყოფილიყო, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის პარტიის ლიდერი იყო და ყოველთვის ლიდერი იყო ბიძინა ივანიშვილი და მართალია ასეა დღეს კითხვა რომ დამისვეს ვეთანხმები ამაში ამ პათოში, მაგრამ რეალურად როცა არ იყო პოლიტიკიდან გასული რა თქმა უნდა იმ პერიოდის გარდა, მაგრამ რეალურად მან და გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ მნიშვნელობა ყოველთვის დაგვინახებინა კარგად. რამდენად მნიშვნელოვანია და რაღაცა კუთხით უფრო მნიშვნელოვანიც კი. წარმოვიდგინეთ რაზე ვლაპარაკობ. 2012 ამას ამბობ. რაღაც კუთხით დიახ. აი რა კუთხით ამაზეც უნდა კითხოთ უბრალოდ სპორტსმენების მე ეს ნაწილიც გავიაროთ რომ ეს კითხვა რა არის ეს არჩევნები ასე ყისიერი საფრთხე შეიძლება არ იყო მაშინ ყისიერი საფრთხე შეიძლება მოხდარიყო 2014-ში ყირიმის პარალელურად ან ასე შემდეგ დაუშვათ აი პირობითი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი მაგრამ ახლა პიარულადაც კი არ შეფუთავენ ისე დაიწყებენ რაღაცას ან პროვოკაციას მოაწყობენ ყისიერი საფრთხეა საომარი მოქმედებების ანუ ეს საფრთხე ბატონო მამუკა როდესაც დაიწყო უკრაინაში მაშინ მახსოვს ეს განცხადებები რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ რაღაც ძალები თქვენ საუბრობთ ეს საფრთხე დღემდე ასე აქტუალური აი როდესაც თქვენი კლიპები იწყება აირჩია ომი ან მშვიდობა ხო საარჩევნო ურამეს გაგახსენებთ პირველი გაგახსენებთ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებს ოღონდ ჩვენთან მიმართებაში კი არა უკრაინასთან მიმართებაში წინა დღეებში ლაპარაკობდნენ არანაირი ომი არანაირი საფრთხე საომარი მოქმედებების შესახებ არანაირი და შემდეგ თქვენს რომ ჩვენ გვქონდაო ინფორმაციაო ჩვენ ვიცოდითო ეს ყველაფერი ეს გარდაუვალი იყო მაგრამ პანიკის დათესვას მოვერიდითო და ამიტომ დაუმალეთ ჩვენ საზოგადოებას ეს ასე იყო თუ არა ეს ფაქტია ხო ეს ხო ჩემი შეფასება არა თინა ბოկუჩავასაც ხო ლაპარაკებ ხა რაღაცა ტრაფარეტები და ლოზუნგები და დანარჩენ ფაქტებზე ყველაფერი ტყული თქვა მაგაზე თუ მომემცემა საშუალება აუცილებლად კითხები რა თქვა ყველაფერი ფაქტობრივი მოცემულობა 100%-იანი ტყული 99-იანი არა მაგრამ მოდი ჩვენ ფაქტები გავიხსენოთ იყო თუ არა უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებები რომ ომი არ იქნება წინა დღეებში იყო ხო წინა დღეებშიც კი თვეებით ადრე არ ვლაპარაკობ წინა დღეებში მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის და ლიდერის მერე თქვენს რომ ჩვენ მოვერიდეთ პანიკის დათესვას და ომი დაიწყო ხო ომის შემდეგ რა ხდებოდა ჩვენ გვამუნათებენ დღემდე საიდან მოიტანეთო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაო და საიდან მოიტანეთ სანქციებიო უკრაინამ გაიწვია ელჩი ამ ორი მოტივით და სააკაშვილის მოტივით თუ არ ვცდები მოხდა გამოძიება მე ელჩის გავანებოთ ერთ წამი თავი დანარჩენს ყველაფერს იყო თუ არა
ეს ორი საფუძველი დასახელებული ელჩის გაწევის მიზეზად. და ჩვენ გვეუბნებიან ამას საიდან იგონებთო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კულისებში რაც ხდება, რასაც ბოლომდე დღესაც არ ვიძახი და ღმერთმა არქნას ამის ლაპარაკი მოგვიწიოს და დაგჭირდეს ჩვენი ქვეყნისათვის მხოლოდ და მხოლოდ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რასაც ვამბობთ, რასაც ვყვებით, წითელ ხაზამდე რაც არის, რასაც ვსაუბრობთ, ეს ორი მიზეზი იყო უკრაინის ელჩის გაწევის ოფიციალური საფუძველი დასახელებული უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასევე ხომ არ მოგჩვენებია ვინმე ჩვენთაგანს იმის შესახებ, რომ არა რომელიმე ჩვეულებრივი, თქვათ, არა რომელიმე დეპუტატი, ეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, რასაც უნდა იმას იტყვის. არამედ ასე ხო ვერ იმსჯელებენ, არამედ უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობდა, რომ საქართველოს უნდა ჩაება ომში. პირდაპირ მოგვიწოდებდა, ქალების და ბავშვების დახოცვაზე მიუთითებდა, რომ შემოგვეხიდონ ამაშიო. ესეც ხომ არ მოგჩვენებია. დიახ, ომი მინდა სტუდიებში, ქართულ ტელესივრცეში, დიახ უნდა ვიომოთ ფანჯარა, შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილი ეხლა აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით ამბობდა გიგაური. ამბობდა ბომბების წვიმა ერჩივნა ლომჯარიას, ერჩივნა. მე ხლა რაც მოვყევი, არც ერთი შეფასება არ გამიკეთებია ნინო. აბსოლუტურად ყველა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც ჩვენ მქონდა. და ეხლა დანარჩენი შევაფასოთ, რომ ეს იყო დენილოვის განცხადება, იყო თუ არა ომისგან მოწოდება, პირდაპირ იყო და უკვე თეთრზე შავს რომ გეუბნებიან ამ დონის ლოგიკაზეა საუბარი. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონზე გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის რუსული. მერერა რომ მიიღო კანადამ, მერერა რომ მიიღო საფრანგეთმა, მაინც რუსულია, უბრალოდ კოდალას პიარული ეფექტით უნდა ურტყა თავში ადამიანებს რომ აი ესე უნდა 100,000 ჯერ გაუმეორო რომ ეს არის რუსული და დამთავრდა მის იქით არგუმენტი რატომ არის გამჭვირვალობა რუსული? ამაზე უნდა კითხოთ ზუსტად. აი თქვენმა ოპონენტმა რომ აღწერეთ, სწორედ ამას ამბობდა რომ ამ რუსული კანონის გამო და თუმცა თინასაც რომ არ ეთქვა განცხადებებით მოსვენილი გვაქვს, ამბობენ რომ ევროპის კარი ჩაიკეტა და ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ვეღარ გახდება ევროპაში. 2012 წლის მერე ასე იკეტება ევროპის კარი. 14 მილიარდი დავკარგეთ. ეს 14 მილიარდი ხო საიდან მოიყვანა? აი ამაზე მინდა ეხლა კითხოთ. დაშტაბეჭდილება დაგჭირ 14 მილიარდი რა ფულია? დახმარებები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. აი რა 14 მილიარდი ევროკავშირთან აკავშირებდა, რა 14 მილიარდი რომელმა კანდიდატმა ქვეყანამ მიიღო გაწევრიანების. როდესაც გაიხსნება მოლაპარაკებებიო, თქვა რომ ვინ მიიღო? თავმჯდომარემ საქართველოს მიიღებდა 14 მილიარდს. რატო არ მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ? ამეგიდით. როგორ არის თქვა კითხვა არ დაუსვით? არ მაქვს ინფორმაცია და ხო და აი რა ვიცი, კითხოთ ერთი ამ ხალხს. დღეს ხო ანუ თქვენ ამბობთ რომ მოლაპარაკების არანაირი 14 მილიარდი არ მოხდება. უბრალოდ მშრალად იტყუება, აი ყველაფრის გარეშე. მოლაპარაკებები გაუხსნეს უკრაინას და მოლდოვას. ამ მიმართულებიდან 14 მილიარდი მიცავა რომელიმეს ვინმე. ხო არ მიუწიათ? რამე ხო არ გამოგვრჩა? იქნება გამოგვრჩა ნიმუშ ხვალ გითხრა რომ მოლდოვას ჩაერიხო 14 დახმარებებია კიდე ძალიან უკრაინის დახმარება, ჩემთვის ის დახმარება უკრაინას რო აქვს. მაგრამ ეს დახმარება არ გჭირდება არაფერში, კაც უკრაინას რის გამოც ეხმარებიან, ეს დახმარებას არ მევიღებთ. იმიტომ რომ არა, ის ისევ თქვენ კიდე ბევრი დახმარება აქ არ არის. არ ვერთვებით ომში და მასე დახმარება არ გჭირდება. მაგრამ მოლდოვა ხო არ არის ომში? 14 მილიარდი მიიღო თუ არ მიიღო? ანუ თინა ბაკუჩავა იტყუება თუ არა? თუ მოლდოვა მიიღო ეხა 14 მილიარდი უკვე და ჩვენ არ ვიცით, გამოგჩა შეიძლება რაღაც ნიუსი, მაშინ თინა ბაკუჩავა ამბობს მართავს. რას ელოდება? არა, ან ელოდება, ან არ ვითხრა ხვალ რომ მოლდოვა ელოდება ეხა 14 მილიარდს. უბრალოდ ჰაერში ესე იტყუება, რაღაცებს ლაპარაკობს. ისევე როგორც ჩავინიშნე, საოცრება ხვალ ამაზე გავაკეთებთ რეპორტაჟს და მოვიკითხოთ მოლდოვაში და უკრაინაში რა ხდება ზუსტად. ნომინალური ციფრები, ასე ახსენე, ეკონომიკა ნომინალური ციფრებს რო ასახელებენ, რა ნომინალური ციფრები? ის ციფრები ასახავს კონკრეტულ წინსვლას საქართველოს ეკონომიკაში. სიღატაკე იძახიან ეს უბრალოდ რა სიღატაკე? სიღატაკე იყო მათ დროს. ჩვენო სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ხალხი წეღან თქვა. კი და მეც ვუთხარი რომ რაც მოძრაობამ სიღარიბიდან ხალხი ამოვიყვანეთო. 34% სიღარიბე იყო ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ. ნულოვანი ეკონომიკა გაზარდეს რაღაც, ხო, 0 როა, მე შეიძლება გაზრდა იმის. ნულს კი არა, რო არის თქვა 1 და 2 გაზრდი, გახდი 10 ლარს და 5 ჯერ გავზარდა იძახებ. არ არსებობდა და ნუ გაზარდეს, ხო. ამას ქვია გაზრდა მათი აზრით, მაგრამ რა სიღარიბე 30% გახდა ბოლო წელს მხოლოდ. 37%-მდე გაიზარდა მათი მმართველობის შუა პერიოდში. 34 გახდა 27-39-მდე იყო თუ არ ვწდები და ბოლო წელს რაღაც აი ციფრებით მანიპულირების ხარჯზე რაღაცნაირად აი ხალხს ბოდიში გამოთქმისთვის რაღაც გადაუგდეს, მანამდე თვითონ ჭამდნენ თელ ბიუჯეტს და იმ გაზრდილ ბიუჯეტს და 2012 წლამდე 4%-დან კი არ იყო სიღარიბე მოკლებული.
34-ზე იყო ისევ დაბრუნებული 2003-დან 2011 წლამდე ნინო. ხო, 12 წელი მაგას საქსტატის მონაცემები. და დღევანდელი მონაცემები იცით, ხო? 30%-დან 11.8-მდე შემცირდა. დიახ, 30-დან 12%-მდე. 12% ის საქსტატი ხარიდან ხوار მოიტანს. ერთი კრიტიკა მაგ ციფრებს გაგიგიათ, უბრალოდ დღეს მოვისმინეთ, რომ აქ ჩავინიშნე, რომ ნომინალური ციფრები. ეს რაღაც ახალი ფრაზა მოიგონა, ეკონომიკის შესახებ ნომინალური ციფრები, რეალური ეკონომიკაა, გარს რა ნომინალური ციფრები. რეალური ეკონომიკა არის გაზრდილი. და უბრალოდ ფაქტობ, აი უბრალოდ ყულებს 14 მილიარდს მიიღო ხალხს ატყუებს. რამდენი მიიღო მოლდოვამ ხვალ? გავიგე, მაგას გავარკვევთ. ეხლა გადავიდეთ იმაზე. თბილისის ეკონომიკა გაუთხოვდა ტყუილი, სიღარიბე დაძლიერა ტყუილი, 14 მილიარდი ტყუილი, გამჭვირვალობა რუსულია ტყუილი, ევროპული მომავალი ვერ ექნება. ხო, აი ამაზე მინდა გითხოთ ზუსტად. კი, იმიტომ რომ ამას დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ. მოდით გადავდოთ ოპოზიციის ლიდერი, დასავლელი პარტნიორების ხშირად მოგვისმენიან. ხო და დღემდე ამ კრიტიკას ვისმენთ კანონზე, იგივე ობრაიანის განცხადებას, სტანოსი ოჯახურ ღირებულებებზეც. ანუ ყველაფერზე მოდის საკმაოდ მწვავე კრიტიკა და ფინალი არის რომ ქართული ოცნებას არ მიყავს ქვეყანა ევროპისკენ. აი ეს როგორ და თქვენი ბოდიში დავასრულებთ და თქვენი სლოგანი არის კეთილდღეობით ღირსებით ევროპისკენ. მხოლოდ ამით. მხოლოდ ამ კი ბატონო. თავარ სიტყვას ტოვებთ ხოლმე. მხოლოდ კი ბატონო. მე არა, ჩემთვის თავარი სიტყვა ხა იყო ევროპისკენ, რომ სწორედ ეს კითხოთ, რომ როგორ არის თავსებადი. გვესმის რომ ევროპა ამბობს, რომ ჩვენ ესე ვერ მიგიღებთ და თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. აი ეს რომ გამომარტოთ როგორ ხდება? რომელი წლიდან გახსოვთ თქვენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ეს არის რუსული პროექტი, როდიდან იძახიანებას? ბევრჯერ მანამდეც იყო ხო? ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა თუ არა? იმის მე ეძახიან ეს არისო ქართული ოცნება არის რუსული პროექტი, ხო? ხო ამას ლაპარაკობენ. კი, იყო საუბარი გაზპრომის წილებზე, ბიძინა ივანიშვილის მე რეკონომის გადო სულ რუსეთის სასარგებლოდ ნაცნობრობამ რაც გააკეთა, მოუყვე კიდე მე მგონი აღარ არის საჭირო, ხო? სტრატეგიული ობიექტებიდან დაწყებული რა ტერიტორიები ჩააბარეს და ასე შემდეგ და ღალატი ჩაიდინეს. საქართველოს სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს ღალატი, ტერიტორიები ჩააბარეს პირდაპირ, ხო? ამას ერთ წამი თავი დავანებოთ. 2011-12 წლების მერე ვილაპარაკოთ. ასოცირების ხელშეკრულება. რუსეთისკენ წასვლა იყო? ვიზა ლიბერალიზაცია რუსეთისკენ წასვლა იყო? კანდიდატის სტატუსი რუსეთისკენ წასვლა იყო? ძაღლიყებს ქარავანი და აი ხა როგორ მიქრის როცა ევროპისგანაც გვესმის აი ზუსტად ამას გიკითხეთ რა კამდე ნამდვილად ყველაფერი იყო ევროპისგან გადადგმული. მანამდე მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი შახინი 13-14 წლებში თამაშობდა. ის მუდმივად კრიტიკული იყო ქართული ოცნების მიმართ ხო კი ბატონო არ მახსოვს მაგრამ მუდმივად კრიტიკული იყო. იმიტომ რომ დღეს სხვა ინტერესია დღეს არის ომის ინტერესი და დღეს შემთხვევით არ მithქვავს იგივეს გავიმეორებ რომ ხავსი გახდა ეს გარედან მოწოდებები საქართველოს თქვენ წარმოგედგინათ დაახლოებით 10 წლის წინ რომ უმაღლეს თანამდებობის პირები სხვა ქვეყნების დასავლური ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირები გამოვიდოდნენ პირველი პირები და იტყოდნენ რომ არ მიიღოთ ეს კანონი და საქართველოს მაინც შეძლებდა და გაბედავდა ამის გაკეთებას. ეს რა არის იცით რისი ინდიკატორია? ჩვენ შევძველი დამოუკიდებლობა ყველასგან. და დამოუკიდებლობა ყველასგან მათთვის არის რუსული საქმე. დამოუკიდებლობა რუსეთისგან დამოუკიდებლობა იმპოზე როცა რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე დგას ოკუპანტია ევროპა გეუბნება რომ ანუ აი მე ეს როგორ მიდის ამ დამოუკიდებლად ეს ქვეყანა დღეს უკვე ეს ქვეყანა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენ ყოველთვის ანგარიშს უწევდით სხვა ქვეყნებს სხვა ძალებს მაგალითად ხშირად მithქვამს და იგივეს გავიმეორებ 2017 წელს ნინო ლომჯარია რატომ ავირჩიეთ სახალხო დამცველად ვერ უხსნიდით საკუთარ თანაგუნდელებს. არ გქონდა იმისი ძალა რომ შეწინააღმდეგებოდი და დღეს ამისი ძალა გვაქვს. და დღეს ყველაზე დაღვინებული წამენდილი გუნდი აქვს ქართულ ოცნებას. ანუ ეს ძალა დღეს გვაქვს და მაშინ რა ქონდა რას ნიშნავს? 2017 წელს მაგალითად 2017 წელს შემდეგ გასული ადამიანები ბევრი გახსოვთ რომლებიც დღეს ნაცმოძრაობის გვერდით იბრძვიან. 2017 წელს გაიხსენეთ მე არ დავასახელებ სახლებს და გვარებს. გაიხსენეთ რამდენი ადამიანი ყავდა გუნდის შიგნით რომლებიც იქვე აგიყირავებდნენ სიტუაციას. ანუ გუნდი არ იყო ისეთი ერთიანი როგორც ახლა არის მათ შორის და ქვეყანაც არ იყო ისეთი მოწოდების სიმაღლეზე. ქვეყანაც არ იყო ეკონომიკურად ასე ძლიერი, რა თქმა უნდა ჩვენ დიდი გაძლიერება წინ გველოდება მთავარი. მაგრამ ეკონომიკაც არ იყო ისეთი ძლიერი, გუნდის შიგნით არ იყო ისეთი სიძლიერე, გუნდის ერთობაც არ იყო, ესეთ ბევრი ფაქტორი არ იყო ისე კარგად ჩამოყალიბებული და შეკრული, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ ჩვენ ხელი დაგვერტყა მაგიდას და გვეთქვა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ მხოლოდ
ბევრ რამეში უწევთ თანგარ და დღესაც რაღაცებში უწევთ. ოღონდ დღეს უწევთ პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენ არ გადავდივართ წითელ ხაზებს. ბევრ რამეს კიდევ არ ვლაპარაკობთ და ამას ვუფრთხილდებით და ღმერთმა არ გნას, რომ ამისი გაფრთხილება იყოს მეორე ხარისხოვანი და სასწორზე დადგეს სიცოცხლის და სიკვდილის. გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იმგვარად რომ ჩვენ წითელ ხაზებთან მიახლოებან თქვენ გითხოვთ კიდეც რომ ღმერთ ვარქას ამის ლაპარაკი მოგვიწევს წაღანას თავის მტკიცებულებებითო. ხო და შესაძლოა ეს ანუ რა მტკიცება ეს უბთა კავშირშია. ანუ ეს არის ამ პარტნიორული ურთიერთობის დაცვა თუ აი რა არის მიზეზი რატო არასაჯაროებთ თუ ეს ასეთი რამ შეგიძლიათ უჩვენოთ და გააგებინოთ ხალხს. დიახ ჩვენ ესე ზოგადად რომ ვამბობთ გლობალური ომის აბა სად არის გლობალური ომის პარტნიორობა. მაგალითად ბევრჯერ გითხოვს რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ამაში არ იგულისხმება როგორც ასეთი. არც ერთ ნაცურ არხზე თითქმის არ გადის ხოლმე ჩვენი ეს ფრაზები. რატომ? იმიტომ რომ ისინი გამოდიან და ეუბნებიან რომ ქართული ოცნება ამბობს რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არის გლობალური ომის პარტია. ეს უბრალოდ ატყუებენ თავის მაყურებელს. და ამ დროს ჩვენ დეტალურად ვშიფრავთ, მაგალითად დაფინანსების შეჩერება. ხო, თუმცა შეიძლება კითხვა ვინ არის ეს გლობალური ომის პარტია, ხო ამას კითხულობთ ყველა ბედია და ყველა ადამიანი, ანუ ეს კითხვა ჩნდება. კი, ჩნდება. მილიონჯერ გავაცით პასუხი. ესენი არიან ძალები, რომლის ფინანსური და პოლიტიკური და შემთხვევით არ ვამბობ, ფინანსური და იცით რა თანხებზეა საუბარი უკრაინაში ომის წარმოებაზე და ასე შემდეგ და ამაზე მე არ მინდა ღრმად შევიდე. თუმცა იქ რაღაც ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა სატელიტმა ორგანიზაციამ დღეს ასაცილო ამბავი იყო ნამდვილად დაადგინა რომ თურმე ტყუილ სიცრუეს ამბობს კენედი უმცროსი. და ანუ არ მინდა შევყვე ახლა ამ თემებს და სიცრუეში ამხილა ქართულმა რაღაც რა ქვია მითების დეტექტორმა კენედი. აქედან ამხილა იქ სიცრუეში. და მოკლედ ეს საოცარი ამბავი იყო, მაგრამ ამას გაუაროთ კიდევ მართლა წითელ ხაზს რაღაცნაირად ვარ მივახლოვდეთ და მთავარი ამბავი რა არის იცით? დაფინანსება რის მიხედვით წყდება ან არ წყდება. როგორ ეხმარებიან რადიკალებს და შეუწყდა აგენტებს როგორ ეხმარებიან გარედან. ორი кейსი განვიხილოთ. ახალი ამბავია ძალიან და ცხელი და ალბათ საინტერესო. ხო, აი ლუგარის ცენტრს შეუწყდა და მიწისთვის იმას თეაგო დოლაძის სამსახურს, სეიზმოლოგიურ ცენტრს ვთქვი. კი ბატონო. ახლა უყურეთ რა ხდება. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა თეამ გოდოლაძემ თქვა რომ შეგვიწყვიტეს ამერიკელებმა დაფინანსება. ეს არის ამ კანონის მოქმედების შედეგი. დღეს თქვა რომ არა არ შეუწყვეტიათ. გადავრჩითო. მნიშვნელოვანია ესო ხალხისთვისო. ანუ რა ხდება? როგორც ლუგარის ცენტრი. ლუგარი არ არის მნიშვნელოვანია და ხალხისთვის არ არის მნიშვნელოვანი ლუგარი? რაშია საქმე? ანუ გადაწყდა რომ ლუგარს შეუწყვიტეს და კიდევ კარგი რომ სახელმწიფოს აქვს იმისი თავი რომ თუ რამე შეწყდება იქ ანაზღაუროს და სუბსიდირება მოახდინოს და მიხედოს ამ სფეროებს, იმიტომ აი სიძლიერეს რომ ეკითხებოდი წეგან. დღეს შეგვიძლია მივხედოთ 2017 წელს და რთული ყოფილიყო, ხო? სადაც რამე შეწყდება მივხედავთ იმას. იძულებულები ვიქნებით, თუნდაც კარგი გაგებით. და ლუგარ შეუწყდა ხალხისთვის არ არის თუნდაც რა არის მიზეზი რა გონია აქ შეწყდა იქ არა. თეაგო დოლაძის სამსახურს არ შეუწყდა. იმიტომ რომ იქ საჯველაძეა და აქ თეაგო დოლაძე. მაგრამ საჯველაძე დღეს რო დაელაპარაკო, რომ იცი რამე დავალებას მოგცემ გარედან და გააკეთე, არაო იღეთყვის. ყველა ვარიანტი როგორც არ უნდა დააშანტაჟო. მიხეილ საჯველაძის შანტაჟ გარედან არ დაექვემდებარება, არც აგენტობას დაგთანხმდება, არაფერს არ იზავს მსგავს. მეორე შემთხვევაში თეაგო დოლაძე. და იმ წრის წარმომადგენელია. იქ არის, იქაურია. აღარ დავაბრალებ. შესაბამისად განწყობილი და კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ეს ხელისუფლების ძალიან ბილაცაურობთ თქვენ გოდოლაძეზე და კაი დავტოვოთ ასე. ოპოზიცია განწყობილი კი არა. მე საუბრობ რომ მიხეილ საჯველაძე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან თქვენ მხოლოდ შტაბ-ეჭვება დაგშათ. არც ბულინგს, არც შანტაჟ დაექვემდებარება. ვერც გარედან მომართავს ვიღაცა. ვერც გარედან მომართავს ვიღაცა და ვერც აგენტი გახდება. ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე მიზეზი ვთქვი. რომელიღაცა კრიტერიუმში აუცილებლად ის ვიღაც, ვისაც უნარჩუნდება ამ შემთხვევაში დაფინანსება. თუ არა გლობალური ომის პარტიის, ასე პირობითი დასახელებაა დიახ, გეთანხმებით, გლობალური ომის პარტიის გავლენა, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ არგუმენტი აბსოლუტურად ტყუილია იმის შესახებ, რომ აქ თურმე ხალხისთვის მნიშვნელოვანია და ლუგარი თურმე არ არის ხალხის მნიშვნელოვანი. რეალური მიზეზი არის, რომ იქ არის საჯველაძე და აქ არის გოდოლაძე.
გასაგებია. კიდე მინდა ერთ თემას შევეხო. თქვენი მთავარი 4, ანუ ევროპაზე, ხო, თუმცა ევროპაზე ვერ გავიგე, იცით რა პასუხი ვერ მივიღე ესეთი კვეთრი რომ მთავარ კითხვაზე არ გავიცით პასუხი თავიდან რაც დავიწყეთ ვინმე მარიფეტს გადაიტანა. სიამდე მივბრუნდები, არა მაგ დავასრულებ, გადავიტანე პირიქით იმდანაც სხვა თემას და აუცილებლად კითხავთ იმ მოცეულზეც. როდესაც აი ევროპის კენსვლაზე ვამბობდით როგორ თქო, ეს კითხეთ და მეორე მინდა კითხოთ აი ამ მთავარ დაპირებებში, როდესაც საუბარია ოპოზიცია ამბობს რომ ეს არის რეფერენდუმი რაღაც ევროპა თუ რუსეთი, თქვენ ამბობთ ომი თუ მშვიდობა, მოკლედ ამ მრჩევლის თვალით ვამბობ ხა რაღაც აი განცხადებების წვენა და ამ დროს მთავარი დაპირება შემოდის რომ გაანადგურდება თუ ჩამოშორდება პოლიტიკას და პასუხს აღებს ნაციონალური მოძრაობა. აი აქ იჯდა ხო პარტიის თავმჯდომარე და ისიც ამბობდა აი იგრძალება რომ 12 წლის თავზე და სხვა შორის მართლა მომისმენია ბევრისგან ან 12 წელი სად იყვნენ აი ძალიან ადამიანურად რო ვთქვა რომ თუ არა თუ დასაჯელები იყვნენო ანუ ეგ იყო მიზეზი ამას და დღეს აქტუალურია მათი როცა ისინი 12 წელი აღარ არიან ხელისუფლებაში დაიშალნენ თან რასთვერე პასუხისგებაშია პრეზიდენტი სააკაშვილი მიცემული იქ ვანო მერაბიშვილმა მოიხადა გიგი უგულავაძე ანუ ყველა ლიდერებმა ფაქტიურად პასუხი აგეს ვიღა დარჩა რაზე კონკრეტულ რაღაც სეგმენტურ რაღაც დანაშაულებს და გაცილებით დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩამოაყალიბეს ავტორიტარული რეჟიმი რომელმა რეჟიმაც ბევრი დანაშაული ჩაიდინა ციხე დაამსგავსა სასაკლაოს უჩაში ხოცავდა მათ შორის მაგრამ მივალ ბევრი დანაშაული ჩაიდინა ბიზნესის რეკეტი და ასე შემდეგ და მათ შორის ჩაიდინა მთავარი დანაშაული ეს მთავარი დანაშაული არის მათ რაც ჩაიდინეს 2008 წელს და რა აი ამ ტელეკომპანიის მუდმივად თქვენ აპონენტები ეს რუსული აი რუსეთს უნდა თუ ასე ამოვნონ ხო ამიტომ მინდა რომ ეს რო თქვა რომ ლაშა ტალახაძე ძალიან მაგარი კაცია, ძალიან მაგარი სპორტსმენია, ძალიან მაგარი პატრიოტია. იგივე ვიღაც რუსმა რო გაიმეოროს, აი რუსებიც იგივე ამბობენ. დაახლოებით ასეთი პრიმიტიული ლოგიკის ფარგლებში არიან. მაგრამ რეალურად რაც არ უნდა რუსული ეძახონ პატრიოტულს, ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ ყველაფერი ქართული არის ამ ქვეყნისთვის, ამ ჩვენი სამშობლოსთვის და ეძახონ ამათმა რუსული. უბრალოდ მათი ამომცნობი ინდიკატორია ეს. ყველაფერს ქართულს ვინც ეძახის რუსულს, ან ნაცია, ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი. სხვა შანსი არ არის. არც კანონია რუსული, არც ჩვენი ქმედებებია რუსული. მოსახლეობა შეგვიძლია თამამად უთხრათ ესეთი რამე რომ დააკვირდნენ ვინ რას აკეთებს პირველ რიგში. ვინ რას ლაპარაკობს მხოლოდ კი არა და მერე დააკვირდნენ ვინ რას ლაპარაკობს. შედეგები მათი საქმეების შედეგები ჩვენი გაკეთებული საქმე. კარგით, მაგრამ თქვენ ამბობთ არა, მაკითხოშივე ვიყავ. ვინ რას აკეთებს? რა მოგცა მათმა მართლობა, რა მივიღეთ და რა ხდება ჩვენი მართლობის დროს. და შემთხვევით არ ვამბობთ იმ სიტყვას, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, ესენი ებრძვიან დავალებებით ყველაფერს ქართულს. როცა ვაანონსებ ჩვენ რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ეს LGBT პროპაგანდა ჰაერიდან არ მოგვიტანია ესენი რაღაც გაუფასურებას აპირებენ ხოლმე და ცდილობენ ამ მიმართულების მაშინ როდესაც რაც ვერ გააკეთა ბევრმა დამყრობელმა ამ ქვეყანაში სულ ორ სამთავობაში შეუძლია თავისუფლად მოახერხოს LGBT პროპაგანდა სულ თავისუფლად გაგინადგურებს ერს მთლიანად უბრალოდ გაგანადგურებს სამთავობაში მაქსიმუმ თუ ამას განვრცობა მოყვა ისეთი როგორიც სამწუხაროდ უკვე აგერ 10 წლის წინ რო 2.3% იყო და დღეს რო 25% ამ მიმართულების წარმომადგენლად მიიჩნევს თავს ეს არის კვლევები დასავლური ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ჩვენ არ მოგვიფიქრებია ხო? კარგით, ხო მინდა რომ დაუბრუნდე ნაციონალურ მოძრაობას განადგურებას. რა შეეხება ნაციონალურ მოძრაობას? იცით რა იქვე დავამატე. თქვენ თქვით რომ მათთან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რაღაც ყველა ნაცია და ამიტომ და დაიგრძალებიან. ანუ მე ამას მოუყვა იმიტომაც რეაქცია რომ ანუ ერთპარტიული იმისთვის ემზადება ქართული ოცნება, ამიტომ თუ მანდატები ჩაგვართულა ყველა განადგურდება და გაიგრძელება. ეს არის რომ ნაცმოძრაობის გარდა ვინ იცით? აი ერთი მითხარით პარტია ნაცმოძრაობის გარდა რომელსაც შანსია გადააყენებარია. ანუ ჟურნალისტი ვარ და ყველა პარტია ვიცი ჩამოვიდა. სხვა პარტია დამისახელეთ. ოპოზიციური? დიახ, ერთი პარტია. ვინც გინდათ რა ვიცი, ლელო, გახარია, ახალი, ყველა. გავჩერდით. ვინც იღებენ? ლეიბორისტები, მილიონი პარტია. ანუ ლელოს უბრალოდ ვაბრალეთ რომ ნაცები არიან? ლელოს ვაბრალეთ რომ ნაცები არიან? კოლექტიური ნაცმოძრაობას უწოდებთ ოპოზიციას. არა, კოლექტივ მე კი უწოდებ, მაგრამ შეიძლება არ ვამბობ, სწორს ხო სუბიექტური ვარ. ლელოს ლიდერები არიან თუ არა გასამართლებული თაღლითები და ისინი მოქმედებდნენ თუ არა ნაცმოძრაობასთან ერთად და ჩართული იყვნენ თუ არა რეკეტში. ტყუილია თუ მართალია?
თუმცა დღეს ისინი ამბობენ რომ მართლა წითელი ხაზია ნაციონალური წითელი ხაზია, ახლა ამბობენ კაცო ეს გახარიაც აგინებს ნაცმოძრაობას, მაგრამ აი როდესაც იყო კოალიციაზე გახარია აგინებს ნაცმოძრაობას და კოალიციას დალაგებული რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ხო საკრებულოში. გახარია აგინებს ნაცმოძრაობას, მაგრამ მელიასთვის გადადგა. რანაირი ამბავი ახლა ჩვენ ხო რაც ხდება იმას უნდა რუსებს აგინებდნენ და ტერიტორიები გადააწყეს, რუსებს აგინებდნენ და სტრატეგიული ობიექტები რას ამბობენ დავანებოთ ყველაფერს თავი. ერთი წამით დავან, იმიტომ ამბობ რომ ამ ურჩეველმა ასე უნდა განსაზღვროს, რას ამბობს ერთია და რას აკეთებს მეორეა. ვაგინოთ ახლა მე და თქვენ ერთმანეთს და ვიყოთ ძალიან მეგობრულ ახლო ურთიერთობაში. ხო შეიძლება თავისუფლად კაცო. აი ეს ხალხის დასანახად ვაგინოთ ერთმანეთს, შევთანხმდეთ რომ შეიძლება, მაგრამ შევთანხმდეთ რომ ვაგინოთ ერთმანეთს, ლანძღოთ ერთმანეთი, მაგრამ ძალიან ახლობლები ვიყოთ ერთმანეთს. რა უდგას ამას წინ, ხო? ხო შეიძლება თავისუფლად. ამიტომ რას ვაკეთებ? მე სხვა კითხვა მაქვს, მაგრამ ეს გავიგერეს ეს ამბობ. ერთმანეთის სასარგებლოდ ვმოქმედებ თუ არა? ხალხმა მას უნდა შეხედოს თუ ლანძღავს თუ არა? ლანძღავს გახარია და ნაცი ერთმანეთს, მაგრამ მართ სასარგებლოდ მოქმედებს, ხო? ოპოზიციურ ველზე, მაშინ ეს მითხარით, იმიტომ რომ ამ დაპირებაში შედის რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა იგრძალოს. არა, თქვენ საუბრობთ რომ ბევრია ესეთი, ხო, კოლექტიური ნაცმოძრაობა შედის ყველა. ბევრი კი არ არის, კაცო. სხვა რამეს ვიძახი, ვისაც დღეს ოდნავ მაინც ორადორ პარტიას აქვს ამის შანსი. მიახლოებული, შანსთან მიახლოებული არის ეგრეთ წოდებული ლელო, რომელიც არის იგივე ნაცმოძრაობა და ეხლა გვარამიაზე და მელიაზე სულ დამიწყებთ საუბარს რომ შეიძლება არ იყოს ნაცმოძრაობა ეს უკვე არა, ოღონდ კამაც არ ექვემდებარება. საერთოდ არ საუბრობ. მივხვდით ამაზე კი არ გეკამათებით, თუმცა ამაზე შეგვიძლია მონოპოლია მეთანხმებით იმაზე რომ მონოპოლია აქვს მთლიანად ნაცმოძრაობას. ოპოზიციურ ველზე სამ პარტიას აქვს გადალახვის შანსი. ერთი სამწუხაროდ გარანტირებულად ახავს ნაცმოძრაობა და ორმა შეიძლება გადალახოს და შეიძლება ვერ გადალახოს. ეს არის ლელო ეგრეთ წოდებული და ეგრეთ წოდებული ახალი. სამივე არის ნაცმოძრაობა, ხო? გახარიაზე აღარ ვკამათობ, იმიტომ რომ იმას შანსიც არ აქვს. ჩარჩენილი. ხო, იმიტომ რომ კვლევებში სხვა ციფრები ვნახეთ, სხვადასხვა კვლევებში, არა. მილიონერი კვლევა ნახეთ, თქვენის კვლევაც ვნახეთ, სხვა კვლევაც ვნახეთ. ნუ თქვენი კი არა, გორბის კვლევა უფრო სწორედ, არა, თქვენ ოცნების. არა, წეგანაბობდა თინა ბოკუჩავა ეს ოცნების კვლევა, ეს ოვიზია და იმიტომ. ხო და თინა ბოკუჩავის აიმით რატომ ელაპარაკებით? არა, ოპონენტების იმით გესაუბრებით ზუსტად გორბის კვლევა არის და იყო მეორე ოპოზიციის კვლევას უწოდებს თქვენ იგივენაირად. სტუმილების საზღვრების იქით მითხარით და დანარჩენი იმაცაც გეტყვით რომ 20 და 30%-ით ხდება. ანუ ჩვენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ ახლა თანაბარ კვლევებზე, გორბზე და ისინი რა კვლევებს დებენ. აი ოპოზიციურ მაგას ისინი უწოდებენ ამას სახელმწიფოს ისინი ოპოზიციას ამის ხმა მინდოდა, მაგრამ არ კი ბატონო დავეშვათ ამას. ერთხელ მაინც სტომილების ფარგლებს გაცდენილა მისი შეცდომა? ხო არ გაცდენილა არასდროს. და სხვა კვლევა დავანებოთ ოპოზიციური არის თუ არა 20-30%-ით ცდებოდა რეალობას. 20-30 100-ია სულ ხო 1000 ხო რა. 20-30% და რანაირად უნდა რომელს ვენდოთ ცოტა მაინც ხო? გავიგებ. მაგრამ ჩემი კითხვა იცით რა შემდგომარეობს? ოპოზიციურ ველზე, რაც არის მთავარი კრიტიკა, რაც ისმის თქვენი ამ დაპირების შემდეგ და ამაზე მინდა ბოლოს პასუხი მივიღო. ვინ დარჩება? თუ კი ყველა იგზავთ თქვენ ამოთოს ხები საერთოდ ვერ გადალახავენოს. მით უმეტეს. ნაციონალურ მოძრაობაში შევიდა პარლამენტში და მანდატები გაუქმდა. ახალი პარტიები უამრავი ახალგაზრდა, უნიჭიერესი ხალხია ამ ქვეყანაში. და იმის გამო რომ ნაცმოძრაობას თავის სატელიტი პარტიებით მონოპოლია აქვს მთლიანად ოპოზიციონერებაზე. აგენტურას აქვს მონოპოლია და ისინი ახალ ძალებს გასაგანს არ აძლევენ. აი ამის აღმოსაფხრელად ესენი უნდა მოშორდნენ პოლიტიკას. სხვა გზა აღარ არის. უბრალოდ არა, ამდენი წელი ვუყურეთ, ფაქტიურად ფინანსები მათ ხელშია. გარედან პატრონები მათ უსაფრთხებენ და მათ ხარს უჭერენ. მათ უჭერენ ხარს. გარედან მაშველი რგოლი მათკენ არის ხოლმე ყოველთვის გადმოგდებული და ვერაზროს ვერ დამთავრდება თუ თავისი სახელი რა მე არა ობიექტურად და ზედმეტი კი არა. თავისი სახელი არ დაერქვა ყველას. ყველა ამ პარტიის ლიდერს დამნაშავეები უდგანან სათავეში. აქეთ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, სისხლის სამართლის დამნაშავე, მეორე პატიმრობაშია. კი ბატონო, არ უნდა იყოს თუ? არა, პატიმრობაში. მეორე ხაზარაძე, სისხლის სამართლის დამნაშავე თაღლითი და მათი რეკეტიორი. მესამე დამნაშავეები მელია გვარამია, აი ეს ტელევიზია სადაც ახლა ვზივართ, რომ გადააცხვა და მე ლაპარაკობდა სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენებაზე იყო საუბარი. იქით მეორე ეპიზოდის მილიონები არაფერი, გადაიტანეს სამსახურებრივი ავტომანქანის არც გამოყენება არ იყო, სამსახურებრივი ავტომანქანა ბარტერში ჩაითვალა, ვითომ და დარბოდა ის და მისი მეგობარი დადიოდნენ იმით და საკუთრებაში წაიღო. ეს სამსახურებრივი მანქანის გამოყენებაა? აი ასეთ აფიორაზე აწყობდნენ გამჭვირვალობის კანონის გარუსების არ იყოს, აი ამ აფიორაზე ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე, მაგრამ როგორც ჩანს არ არის
საკმარისი, იმიტომ რომ აგერ იღებენ მონაწილეობას და რაღაცა პროცენტი 4-5% აქვს რეიტინგი. ერთსაც და მეორესაც და 10-ზე მეტი აქვს ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ. ანუ ეს ყველაფერი სასამართლოს მიერ თაღლითი დაერქვა, არ გახდა საკმარისი, იმასაც დამნაშავე რო დაერქვა, ერთ, მეორეს, მესამეს არ გახდა საკმარისი, ესე იგი ასევე საჭირო და აუცილებელია რომ დაერქვას რეჟიმსაც თავის სახელი და რა ღალატით ჩაიდინეს და სხვათა შორის სახელმწიფოს ღალატის მუხლი ამ ამბამდე რამდენიმე თვითადრევა მოგებული აქვს ეს იცოდით? სახელმწიფო ღალატის მუხლი? სიცხლის სამართლის კოდექსიდან რამდენიმე თვითადრე ამ ამბამდე სახელმწიფოს ღალატის მუხლი ამოიღეს. წარმოიდგინეთ რა ვთქვა გაკეთებული. და შემდეგ 2008 წელს აქედან იქით დაბომბები, აი ამ ტელევიზიის საშუალებით მათ შორის აჩვენეს საზოგადოებას აქედან იქით რა კადრები იქიდან აქეთ დაბომბა რამე კადრი გააქვთ ნანახი აქედან უკიდან ვერ გეკნებ მილიონი კადრი უნდა და 6-ში რომ ორი ჯარის ორი სამხედრო მოსამსახურე 6-ში რომ ორი მოსამსახურე დაგვიჭრეს და შემდეგ გარდაიცვალნენ ის ბიჭები ამაზე რო არავის ხმა არ მოუღია ოსი სეპარატისტებიო დღეების განმავლობაში რო იძახდნენ და მერე რო დაცხეს და აქედან იქით უღებდნენ როგორი იბომბებოდა და მერე რო რუსები იძახოდნენ ცხინვალი დაიბომბა კასეტური ბომბებითო და ამაზე ხელი მოუწერეს დიახ ასე იყო ტალიანის დასწრებას რომ ხელი მოაწერეს დიახ ასე იყო ჩვენ დაბომბეთო ცხინვალი კასეტური ბომბებითო მერე ჩვენ დაგვძდებდნენ ვინ დაიწყო ომი აბა გითხარით კარგი ანუ ბოდიში დავანთავრეთ და წარმოვიდგინეთ რამხელა თანხედობა პიარულ თანხედობას აწვევიან ეხა ესენი რომ ის რა გამოუვათ რომ მათ ხელი მოუწერეს რუსეთს რომ ომი ჩვენ დავიწყეთო კასეტური ბომბებით ჩვენ დავბომბეთო ომის დანაშაული ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩაიდინესო მე ტალიანის დასწრამ რაც დაწერა იგივე სამართლოში მოგებული საქართველოს კასეტური ბომბის მთავარი მტკიცებულების ისკანდერის ნაწილები დამალეს გადამალეს იქ სადმე კი არისო ხატია დეკონიზმი თქვა ერთხელ საოცრად უსმენდი გაოგნებული ამერიკელებს ჰქონდათო კაცო ჩვენ მივეცით ამერიკელებსო სადმე კი არ წაგვიღე ამერიკელებს ჰქონდათ ამერიკელებს ჰქონდათ რა საქმეში არისო და წლები მოუნდა თეატრალუკენი ამ მტკიცებულების ძებნას და იუსტიციის სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები პროკურატურა შესაძლოა უსაფრთხოების სამსახურები ეძებდნენ სად იყო იცოდნენ რომ ამოღებული იყო და არ იყო და ამ დროს არავის მათგან ნაცებისგან არ უთქვამს ერთი სიტყვა რომ ხალხო აი თქვათ ამერიკელებს მიაბარჭე რა ამერიკელებს ჰქონდათ რას ნიშნავს ეს სიწმინდეა ამერიკელს უახსენეთ თუ რა არის ამერიკელს ჰქონდათ ესე იგი სიწმინდესავით უნდა იყოს ეს მოცემულობა თუ რას ნიშნავს ეს მტკიცებულება საქმეში არ იყო ვაგებდით შეიძლება და წაგვეგო ჰააგაში და სტრასბურგიც და ჰააგაში და სტრასბურგშიც რომ არა ჩვენს მიერ ეს მარტო ერთია ერთ მტკიცებულებას ვლაპარაკობ მერე მოპოვებული უამრავი მტკიცებულება ჩვენ წავაგებდით აბა რა და ამას ეხლა ჩვენ რაკეთ რო გვიტრიალებენ ჩვენ მოვიგეთ ის ჩვენი მოპოვებული მტკიცებულებები და მათი სატელიტი NGO-ები საქართველოს უჩიოდნენ და მათი სარჩელები ერთ-ერთი ემთხოვდა რუსულ სარჩელებს წარმოიდგინე ეხლა რომ მართლა გადაჭარბების გარშე უკაცრავად ამ გამოთქმის თავზე გადაახია სამმა ახალგაზრდა პროფესიონალმა იურისტმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა იმ ხალხს რომლებიც ასე შეიკრიბნენ ასეთ ილუსტრაცია ხო თვით ილუსტრაცია მაგათმა რო გააკეთეს ისეთი უნდა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიკრიბნენ NGO სექტორის ის წარმომადგენლები რომლებიც იქით არიან აი იმ ხალხს წარმოადგენენ ნაცმოძრაობა პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული კიდე პრეზიდენტის სავარძელს იმჯდომი ესენი ყველანი ერთად თავზე გადაახია სამმა პროფესიონალმა ძალიან მაგარმა იურისტმა თავისი სარჩელი ისეთი უქნეს რომ ერთ-ერთი პუნქტი უკას ერთ-ერთ პუნქტთან მიმართებით 11-თან მიმართებით სარჩელი უკან გააწევინეს რომ ვაიმე ამაზე კიდე რაიმე საოცრება არ დაგმართონო უკან გააწევინეს და აი ამ ხალხიდან აღმოჩნდნენ ისეთებიც NGO სექტორის წარმომადგენლები საქართველოს აქეთ ჰქონდათ ნაჩივლელი რომ კასეტური ბომბები დაიბომბაო ცხინვალი და ეს ხალხი ეხა გველაპარაკება ომზე და ამისთვის არ უნდა გასამართლდეს თურმე არავინ დიახ დღეს აქვს საქართველოს იმისი ძალა რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს ხალხისგან ჩვენ ხალხს ვეუბნებით რომ ხალხო იცით რაშია საქმე ეხლა შევთანხმდეთ ერთ რამეზე 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება ხალხთან მხოლოდ მშვიდობით გვინდა თუ არა ევროპისკენ სწრაფი მხოლოდ ღირსები და არა ცალფეხზე დგომით გვინდა თუ არა ევროპისკენ სწრაფა და ევროპისკენ სვლა მხოლოდ კეთილდღეობით გვინდა თუ არა თუ ეს ყველაფერი გვინდა ომის ფიზიკური განადგურების LGBT პროპაგანდის თავის მოხვევის ამ ყველაფრის ხარჯზე და ფონზე და თან ესეც ცალკე ტყუილია ვიღაცებს რა გონიათ იცით
ჩვენ მომხრეებთანაც კი მქონია კამათი, იცით რაზე? საკმაოდ სერიოზულ ხალხთან რომ არ დაგიმალოთ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში სერიოზულობა ამ კუთხით შემიძლია დაგიდასწროთ, ჩართულებიან რაღაცებს და კამათი გქონია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცებს გონიათ, რომ იცით რა ჩვენ რომ ომში შევიდეთ, ევროკავშირი ესეც არ იქნება. ჩვენ რო კეთილდღეობაზე უარი ვთქვათ, არავინ არ ევროკავშირში გაწევრიანდებაო ამითო რა. ჯერ ხო ეს დათქმა რა მხელად ცოდვაა საკუთარი სამშობლოს წინაშე. მაგრამ და ეხლა ომში რო ყოფილიყავითო, ისინი რასაწვევიანო იცითო? ომში რო ყოფილიყავითო, შეიძლება ეხლა გქონოდაო მოლაპარაკება გახსნილიო. ან გვექნებოდა ან არა ეს ერთი. ნუ შეიძლება იმ კანონის გარეშეც გქონოდა, კანონს მოყვა ხო ყველაზე მეტი კრიტიკა. არაფერი არ მოყოლია კანონს. კანონი რო არ მიღებულიყო, თქვენ შემოდგომას გენახათ. შემოდგომას ეხლა არაფრის ძალა რომ არ აქვს და რომ მიხვდნენ რომ საქართველოში თითისქნევით ლაპარაკი და რაღაც უცხოეთიდან თითისქნება და რაღაცების მიღება არ მიღება რომ არ წყდება, ეხლა ყველა მიხვდება არჩევნებს რომ მაგრად მოვიგებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით და შევთანხმდებით ხალხთან რომ დიახ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის პირველი, რომ დღეს როგორ არის ხო მოცემულობა? ამის იქით არ წავენ მხოლოდ ამას ვიტყვი ტერიტორიულ მთლიანობაზე დეოკუპაციაზე, ადრე რომ წლები რაღაცა მოვლენები ვითარდებოდა, ეხლა შეიძლება დღეებში შეიცვალოს სიტუაცია. დაჩქარდა ცხოვრება, დაჩქარდა მოვლენები და ჩვენ ყოველდღიურად გადაჭარბების გარეშე ყოველდღიურად უნდა ვიყოთ მზად, რომ შეიქმნას ვითარება, როცა ჩვენ შევიდობით და ის შერიგებით, ურთიერთპატიებით ჩვენ აფხაზ და ოს დაძმებს უნდა უთხრათ რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთად. ერთ ქვეყანაში და უნდა შევრიგდეთ. ამისათვის საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ვიყოთ ასევე მზად. მეორე, ჩვენ მივიღებთ კანონს 17-ში, ახლა დასრულდება კანონის მიღება, სადაც LGBT პროპაგანდა მთელი თავის წახნაგებით აიკრძალება. მაგრამ ხის საკითხი, რაზეც თქვენ საუბრობთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენ ხალხს ვეუბნებით რომ იცით რა, ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო დონეზე, თქვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და არაჩვეულებრივი უმრავლესობა, ჩვეულებრივი უმრავლესობა ახლაც გვაქვს, კანონს მივიღებთ. ეს დამთავრებულია ეს ამბავი, გადაწყვეტილია, მაგრამ კონსტიტუციაში რომ ჩაიწეროს ათეულობით და ასეულობით წლები ვერავინ ვერ მოიფიქროს და გაბედოს ამის შეცვლა, საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დავამტკიცოთ. 2017-ში გვეუბნებოდა რა გინდათო და ახლა გვეუბნებენ ამაზე რა გინდათო. გვინდა თუმე და გჭირდება და იმისთვის რომ და სხვა პუნქტებიც არ თქვა ორი სიტყვით. კი ბატონო, თქვით 4 პუნქტია, კი ბატონო. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ კი ბატონო რა. ხო, ტერიტორიული მთლიანობა, ვისაუბრეთ ომი და მშვიდობაზე, თქვენ ძირითად დაპირებებზე, ანუ ვისაუბრეთ, სწორედ ეს მაინტერესებდა, მაგრამ იმისთვის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოთ, უნდა გაიმარჯვოთ. გამარჯვებისთვის წარადგინეთ 20-ეული. სიას უბრუნდები, იმიტომ რომ გამარჯვებაზე არ არის საუბარი. 4-ვე საკითხი არის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეძლოს. ეკლესიაზე არ გვისაუბრია ერთადერთი რომ აი, ხო, რატო დაჭირდა ქართულოცნებას კი ბატონო და მოსები დავასრულოთ. ეკლესიის როლის გაძირელება, როცა კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ, რომ აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლობრივი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში. ამჟამად ასე გვიწერია, ხო? ანუ რა იყო რატო მისი როლის გაძლიერება საჭიროა. ეკლესიის წარმოადგენლად ძალიან სერიოზული ერთი სიტყვა ხო ბევრ ამას სრულს კონსტიტუციაში და ძალიან სერიოზული ახალი ინიციატივა ახალი ინიციატივა დააყენეს იმის შესახებ, რომ თანამედროვეობაში ჩაიწეროს. მარტო ამ სიტყვისთვის ღირს. საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას აღწევს გან. რეტრო პერსპექტივაში კი არ განვიხილოთ ეს საკითხი, არამედ თანამედროვეობაში. და როდესაც ადამიანი ქართველი საქართველოს მოქალაქე წაიკითხავს კონსტიტუციას, მან უნდა იცოდეს, რომ არა მხოლოდ წარსულში ეს ისტორიული მოცემულობა კი არ არის, არამედ ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. ანუ სიტყვაზე სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს თანამედროვე ისტორიასა და თანამედროვეობაში. მათ შორის შეცვლილება იქნება. დიახ, აი იქ იქნება ისტორიასა და თანამედროვეობაში და როლის გაძლიერება ეკლესიის მხოლოდ და მხოლოდ განამტკიცებს ეკლესიის როლს მათ შორის წარსულსა და თანამედროვეობაში და ამ როლის გაძლიერება ჭირდება ქართულ ეკლესიას მართლმადიდებლურ ქრისტიანობას და ქართულ სახელმწიფოს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიტყვით და ვამბობთ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა შედგეს და საბოლოოდ სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი სუვერენული ეკლესიის როლი არის ამაში გადამწყვეტი. ქართული იდენტობის შენარჩუნების საქმეში ეკლესიის როლი არის გადამწყვეტი. და რატომ ხდება რომ აგენტურა მუდმივად ამასაც ხო ვერ ვიტყვით რომ არ ხდება ასე. სულებისთვის ეკლესია არის მათი დარტყმის მთავარი ობიექტი. ყოველთვის ერთ სიუჟეტს არ გააკეთებენ. ერთ სიუჟეტს
ახლა კარგი და ცუდი ყველგან არის ხო ერშიც და ბერშიც მათ შორის ცნო ვაღიაროთ ხო თუ კი სადმე რაიმე გადაცნობა შეიძლება კონდეს ვიღაცას გამოეკიდებიან ბოლომდე და საპირისპიროდ ერთ კარგ სიუჟეტს არ გააკეთებენ ხოლმე მაგრამ 99% აბრალებენ ისეთ საშინელებებს რომ ყურში სასულიერო პირებს ამას გულისხმობ სასულიერო პირებსაც ეკლესიასაც საპატრიარქოსაც და ილაშქრებენ მის წინააღმდეგ რატომ იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი აი სიტყვითაც კი ნუ ყველაზე ავტორიტეტული ერთ-ერთი არის ეკლესია და ეკლესია რომ დადგა ეხა მაგალითად LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მხარეს სახელმწიფოს გვერდით ამასაც არ პატიობენ ხო რა დარტყმები მოდის გვერდიდან და პირდაპირ და შემდეგ ყველამ კარგად ვიცით ხო ამიტომ ამას ჭირდება ყველაფერს გამკეთება და ძალიან მინდა რომ მოვისმინე თქვენი პასუხი რომ მოვისმინე ბევრი კრიტიკა სპორტსმენების შესახებ სიას უბრუნდები და ოცეულის წარდგენას სადაც არის საუბარი რომ კანონშემოქმედებას შეძლებენ თუ არა ის ადამიანები ისეთივე წარმატებით როგორიც ძალიან წარმატებულებიც არიან რა თქმა უნდა და ყველას უყვარს ისინი მაგრამ პოლიტიკაში სპორტსმენები და რომ ამ სახეებით ცდილობს რაღაც ამომრჩევლის მოზიდას აი ამას რას უპასუხებ რატომ მოხდება სპორტსმენები არა ჯერ სპორტსმენებზე გადავალ ახალ სახეებზეც და გადავალ იმაზე ვინც აღარ არიან სიაში ჩემთვის აი მაგალითად ლაშა ტალახაძე გენო პეტრიაშვილი და ასე ფიქრობ დარწმუნებული ვარ ყველა ობიექტური ქართველი და ამ ქვეყნის მოქალაქე ერთიც და მეორეც არის სიმბოლო ქართველობის სიამაყის შრომის სამშობლოს სიყვარულიდან გამოწვეული ენთუზიაზმის პრინციპულობის და ეს თვისებები თუ იმისთვის არ არის საკმარისი რომ ადამიანი საპარლამენტო სიაში იყოს რომ რა ვიცი მაშინ ლოგიკა აღარ აქვს ახსოვერე კანონშემოქმედებაზე და პოლიტიკაზე და ისინი იქნებიან თუ არა პარლამენტში მხოლოდ კანონები არ იქნება ჯერ ერთი რატომაც არა და ჩაერთვებიან განხილვაში ინტელექტუალური რესურსი არ ყოფნის ან ერთს ან მეორეს თუ რაშია საქმე თუ პრინციპულობა არ ყოფნის, თუ სამშობლოს სიყვარული არ ყოფნის, რა არ ყოფნის რომელიმეს, რატომ არ უნდა იყვნენ ისინი? ან ვინ უნდა იყოს თუ არა ისინი? უფრო მეტად ვისით გვიამაყია. ჩვენი სამშობლოს სიმბოლო უფრო მეტად რამდენი ყოფილა, ხო? და ეს ხალხი მათი მიმართულებით, სხვა მიმართულებით, საზოგადოებრივი ცხოვრების და პოლიტიკური ცხოვრების სხვა მიმართულებით რა აზრს ვერ გამოთქვამენ, პოლიტიკის შექმნაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას თუ სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრება ვინმე. თუ ჟიული შარტავას სხვებზე რო გადავიდეთ, შვილიშვილს შეეჯიბრება მისი ოჯახიდან გამომდინარე ვინმეს სამშობლოს სიყვარულში. თუ რომელ მათგანს, თუ ადამიანს რომელი ერთი გავიხსენო ახალი სახეებიდან ვაკოთურნავას, რომელმაც შექმნა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ჰაბი IT ტექნოლოგიების და სხვადასხვა მიმართულებით როგორც უცხოურ, ასევე ქართულ კომპანიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს და უდიდესი კომპანია აქვს შექმნილი უნიშერესი რატომ აღარ არიან იგივე აი მაია ბითაძე თუ კი რაღაც უფრო ახალგაზრდა ესეთ მეს გამოცდილზე არის იგივე მაია ბითაძე გონი აღარ ცანიკიძეა ვიქტორია ანუ სახეები ვინც იყო კარგი კითხვა ოცეულში და თან სახეება და ძალიან ისე წარმოგვიჩინა ოცნება თავის დროზე ხო და ამით შემოხვედით წინაარჩევნებზე და საწავიდა პირველი იმიტომ რომ ოცეულში 40 ადამიანი და 50 და რამდენიც ყავს კარგი და გამოსაჩენი რო იწყია ხოლმე საქართველოს კონგრესში მაგრამ ანუ ისინი იქნებიან სიაში რჩებიან რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ამისა, რომ რა თქმა უნდა, გარდა ამისა, ჩვენ რაღაცა პრინციპი უნდა აგვეღო, რომ რა თქმა უნდა, ოცეულში 50 ადამიანი და 100 ადამიანი არ ჩაეტეოდა, ხო? ავიღეთ პრინციპი. ერთადერთი ეს იყო იმისი მიზეზი, რომ მაგალითად მაია ბითაძე აღარ იყო ოცეულში. ახალი სახეები და პოლიტიკური საბჭოს წევრები. და მის მიხედვით ეთემძღვანელდა. დანარჩენი ოცეულში უკვე ეს ადამიანები რჩებიან. დიახ, რა თქმა უნდა. რატომ არ უნდა ყოფილიყო მაგალითად, ავიღოთ ოცეულში, თქვათ ნინო წილოსანი, რომელიც არ იყო თქვათ წინა შემთხვევაში, მაგრამ ახლა რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც არის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრძვის, როგორი ბულინგის და შეტევის თავდასხმის ობიექტი იყო, როგორი ფაშიზმის ობიექტი იყო. აი ეს ადამიანი გახსოვთ? ანუ შემდეგ ოცეულში დაველოდოთ თქვათ იგივე კითხეთ ამასაც. შემდეგ ოცეულზე ვილაპარაკოთ. არა, კი გაინტერესებთ, მაგრამ შემდეგ ისეთ ამბავზე გადაგყავართ, რომ უნდა გავწყვეტო აზრი, გადავიდე იმაზე. და რა თქმა უნდა, სიაში არის, როგორ შეიძლება არ იყოს. და რატომ არ უნდა ყოფილიყო თქვათ ნინო წილოსანი, ხო? ერთადერთი კრიტერიუმი და სხვათაშორის დღეს ჭორის მოვისმინე ვიღაცამ მკითხა და მე არ გაუშვეს რატომღაც არსად რომ მან დატოვა საპარლამენტო გუნდი ამის განს. ანუ
თქვენ წილოსანზე მითხრა ვიღაცა თქვენ მიგაჩნიათ ვიღაცას მიაჩნია ვინც ამ ჭორებს ავრცელებს ეხლა ამ ჭორების გასულებს ხوارენ დაკავებლებს ძირითადად ისინი ვიღაცების შემთხვევითი არ არის მიგაჩნიათ რომ ასეთი არამყარი ფსიქიკის ადამიანია ნინო წილოსანი რომ ოცეულში არა ვარ და გავიქეცი ახლა მე სადღაც ამას იზავს ანუ წარმოუდგენელ რაღაცებს ლაპარაკობენ რეალურად ერთადერთი პრინციპი იყო რომ მოდი ასე გადავწყვიტოთ პოლიცაბჭოს წევრებსა ლიდერებს შორის შეთანხმება რომ იყო ამასთან დაკავშირებით ბოლოს თქვით რომ ამდენი ღირსეული ადამიანი გვყავს რომელიც რამდენიმე ათეულს გაცილებით მეც ვიდრე 2 ათეულია ითვლის გავაკეთოთ ისე რომ ავიღოთ კრიტერიუმად მხოლოდ პოლიცაბჭო და ამის მიხედვით დავალაგოთ და არც არავის ეწყინება ასე ვთქვათ ეხა ადამიანური მომენტებიც არის ხო ბუნებრივია ეგ და თან ვერავინ სპეკულაციას ვერ მოახერხებს მაინც ახერხებენ სპეკულაციას მაგრამ ობიექტურად ვერავინ ვერაფერს ვერ მოახერხებს იმიტომ რომ არც ერთი ადამიანი რომელიც წინა საპარლამენტო სიაში იყო და დღესაც არის უცეულში არ არის ისე რომ ის არ იყოს ამავდროულად პოლიცაბჭოს წევრი ახალი პოლიცაბჭოს წევრები ახალი სახეები და როგორც ჩვენ შორის შეთანხმება იყო ხალხის ძალის ორი წარმომადგენელი და ამ შეთანხმების ფარგლებში კიდევ გაგრძელდება სიის დაკომპლექტება შემდეგი და 1 ოქტომბერს იქნება საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ცნობილი გაისმა რომ პოზიტიური გზავნილები ქართველებისგან ჯერ არ მოусმენია ამ მომრჩეველს ამ 4 მთავარი რაც შეეხება 1 ოქტომბერს ყველა დაპირება წარსულის შეფასებას და მომავალზე საუბარის გვექნება პრეზენტაცია იქნება ძალიან საინტერესო, რეალური და არა ის 1000 ლარიანი პენსია. რატო არ ამბობენ 1300 ძალიან მიკვირს ეთქობა, თქვა არ გავიჭედოთ, ფიქრობენ თორე რა უდგას წინ ახლა რა ენაღლებას ხელისუფლებას მაინც ვერ მოდიან. და ასე დააბრეხვენ ხომ 1000 ლარიანი პენსია და არავინ პასუხს არ თხოვს ხო ამაზე. და ეკონომიკა როგორ ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ ურნიშნა ეკონომიკური ზრდები ქონდა წინა წლებში და თავარი არის ნომინალურ რაღაც ციფრებს რო ეძახის ასე ჰაერში რო ისვრიან ესენი სიტყვებს თავარი ის არის რომ ევროპაში ვართ პირველ ადგილზე უკანასკნელ წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ეს არის ციფრები გასაგებია ფაქტები და ციფრები და ესენი რას ლაპარაკობენ მადლობა შეუსაბამოდ ამ ყველაფერთან შეუსაბამოდ ყურები ეხლა რაც შეეხება პრინციპს ბარე მაგასაც გეტყვით ყველა დანარჩენი ადამიანი ვინც იქნება სიაში იქნება გარკვეული პრინციპის მიხედვით მაგალითად მოქმედი დეპუტატი იქნება ასე დალაგებული წინასწარ გაგიმხელთ ამას ვინ ვის მერეს იყო ეს თანმიმდევრობა არ დაირღვევა ესეც პრინციპია რომ ვიღაცამ სპეკულაცია არ მოაღი ის იმის წინ ჩასვეს და ასე შემდეგ აი ხა მაგალითად ჩვენი პრაქტიკულად ახალი სახეები ლევან მაჭავარიანი ირაკლი კირცხალია არჩილ გორდულაძე უწარმატებულესი უპროფესიონალესი ადამიანები ძალიან პატრიოტები ეს ადამიანები ცოტა ბოლოსკენ იქნებიან რა თქმა უნდა გასვლაში იმიტომ რომ ისინი სხვაზე უკან იყვნენ წინა შემთხვევაში ესეც პრინციპია დელეგატები იქნებიან ანბანური მაჩვენებელი ვიღაცამ რო არ შეძლო ხა მაგალითად დიტო ხუნდაძე შეიძლება დავასრულებთ ახლა 20-ში ყოფილიყო რომ არ ყოფილიყო დელეგატი ხო ხალხის ძალასთან შეთანხმების ფარგლებში დაუშვათ მაგრამ მხოლოდ იმ დელეგატია და ხუნდაძეა შეიძლება იყოს დელეგატების ბოლოსკენ ამიტომ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ სპეკულაცია რომ არ მოახდინოს ვიღაცამ ამიტომ ვლაპარაკობთ რომ ანბანური მაჩვენებლით იქნებიან დელეგატები მიმდევრობით იქნებიან სხვა დეპუტატები და მხოლოდ მას შემდეგ კიდევ სხვათა შორის ერთმანეთს დაგიანოსებს ძალიან საინტერესოს საუბრის დასასრულს მხოლოდ ამის შემდეგ კიდევ გავჩვენ ასე ბევრად მეტის გაყვანას ვაპირებთ ბოლოსკენ იქნებიან ახალი ადამიანები ასევე შთამბეჭდავი აქვს იქნება ბოლოსკენ და გავლენ ის ადამიანები იმიტომ რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებთ და ამ შემთხვევაში ის ადამიანები გავლენ 90 და 100-მ რო იქნებიან იქაც კი სათადარიგო შემადგენლობასაც იქნებიან პროფესიონალი და ისეთი ადამიანები სადაც შემადგენლობა იქნება შთამბეჭდავი შესაბამისად ჩვენ უზრუნველყოფთ იმას რომ არა მხოლოდ სია ჩვენი ყველა მოქმედება იქნება იმისკენ მიმართული რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით ღირსებით და კეთილდღეობით გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და ქართულმა კაცმა, ქართულმა ქალმა სიამაყის შეგრძნება არასდროს დაკარგოს და არაფრის ანაცვლოდ და ხარჯზე. მადლობა დიდი. უნდა დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. უმრავლესობის ლიდერი, პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი